მოგესალმებით. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა უმნიშვნელოვანესი კვლევა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით ამ კვლევაში აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს ქართული ოცნების 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი. სანამ ჩამოვთვლი იმ სავარაუდო ძიმე დარღვევების შესახებ ინფორმაციას მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილმა კვლევებმა, შეფასებებმა, მითითებებმა სავარაუდო კორუფციის, ელიტური კორუფციის შესახებ გამოიწვია ანტიქართული ოცნების ლიდერების მხრიდან პროპაგანდა, ძალადობა, დაგმობა, ტყუილში დადანაშაულება, თუმცა გავიდა წლები, თვეები და მათ იძულებით მოუწიათ დადასტურება სხვადასხვა კორუფციული შემთხვევების. სუსმა პროკურატურამ აღძრა არაერთი საქმე, დაიჭირეს პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, დამთავრებული რიგითი საჯარო მოხელეებით მრავალი ჩინოვნიკი ივანიშვილის და ანტიქართული ოცნების ხელისუფლებიდან. შესაბამისად, ესეც აჩენს მოლოდინს, რომ აქ წარმოდგენილი, კვლევაში წარმოდგენილი სავარაუდო შემთხვევები წარმოადგენს შესაძლო სიმართლეს, რაზეც სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოში პროკურატურა და სუსი რომ იყოს დამოუკიდებელი, უნდა მიმდინარეობდეს ახლა ძიება. წარმოგიდგენთ შესაბამის მაჩვენებლებს. 2026 წლის 30 მაისის მდგომარეობით აღრიცხულია 315 სავარაუდო შემთხვევა ელიტური კორუფციის, რომელშიც თანამონაწილეები არიან ანტიქართული ოცნების 257-ზე მეტი მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსანი. მხოლოდ ბოლო 6 თვეში ელიტური კორუფციის 33 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ლევან ჟორჟოლიანის დაუსაბუთებელი ქონება, კალაძის გარემოცვაზე გაცემული პრობლემური სამშენებლო ნებართვები, ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიის მიერ მოგებული 10.4 მილიონი ლარის ტენდერები, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან დაახლოებული ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისთვის 178 მილიონი ლარის მიღება, ილი ჯგუფისთვის ბიუჯეტიდან მიღებული 250 მილიონი ლარი და ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის ცის ჩაკეტვა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეები ღარიბდებიან, დღეს გამოქვეყნდა კიდევ ერთხელ გაძვირებული ფასები მათივე ანტიქართული ოცნების სტატისტიკის სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, როცა გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, მათ შორის მაშინ როცა ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, მაშინ როცა ძვირდება ფასები, ანტიქართული ოცნება ჩაფლულია ძალიან მძიმე შეკითხვებით კორუფციულ საქმიანობაში. ელიტური კორუფციის ეს მაჩვენებელი არის უპრეცედენტო, რომელიც მიუთითებს ქართული ოცნების მასთან დაკავშირებული ბიზნესის მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ საქმიანობაზე. ბოლო დეტალებსაც გეტყვით, გამოვლენილი 315 სავარაუდო კორუფციული სქემის და საქმის სია და თანაფარდობა ასე გამოიყურება. მთავრობის 40 წევრი არის თანამონაწილე, სავარაუდო თანამონაწილე ამ კორუფციულ სქემებში, პარლამენტის 48 წევრი, 20 მოსამართლე, კლანის წარმომადგენლები და რაც სრულიად მოსალოდნელი და ბუნებრივია. მუნიციპალური თანამდებობის პირები 81. მაშინ როცა კახაკალაძე და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოკალათებული ანტიქართული ოცნების ჩინოვნიკები საუბრობენ გამჭვირვალობაზე, საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე 81 პირის მიმართ. არსებობს ძალიან მძიმე შეკითხვები სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით, რომელზეც მოვუწოდებთ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას და თუ ამ პირობებში არა, მომავალი ეროვნული ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ყველა ამ კორუფციულ საქმეს, რისკს და არც ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, არ დარჩება დაუსჯელი. მადლობა.